გამარჯობათ, მარტო ფაილს ატვას მთავარი ადმინისტრატორი ენეთ ფაილს ტომსონი და ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მორბინალის ტრიქონი ულქოს საიტზე ორნაირად. დავიწყოთ. შევალცათ საიტზე მე ჩართოთ კონსტრუქტორი. დავამატოთ რაიმე ბლოკი. შევიდეთ ბლოკის შიგთავსში მართვაში. შემდეგ widgets. გადავიდეთ მეორე გვერდზე. და ავირჩიოთ scrolling line. შემდეგ აქ დავწეროთ ტექსტი, მაგალითად დავწეროთ. აქ ვირჩევთ ფერს. დავაჭერთ და აი მაგალითად გვინდა წითელი. აქ გვინდა უკვე ფონის ფერი. აქ ავირჩიოთ მაგალითად ლურჯი. აქ ვირჩევთ ზომას. აი მაგალითად იყოს სიგრძე 18 მაგალითად და ეს დავტოვოთ 30. აქ ვირჩევთ მიმართულებას. პირველი არის ზემოდან ქვემოთ, შემდეგ მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვნივ და ქვემოდან ზემოთ. აი ავირჩიოთ ყველაზე გავრცელებული, აი moving მარჯვნიდან მარცხნივ. დავაჭიროთ F-ის, გავთიშოთ კონსტრუქტორი. გავთიშოთ კონსტრუქტორი და აი აქ რაც დავწერეთ ტექსტი აქ გამოჩნდა. ეხლა გასწავლით მეორენაირად აი ქვემოთ. ესე იგი ჩართოთ კონსტრუქტორი. დავამატოთ ბლოკი, ახალი ბლოკი. შემდეგ შევიდეთ ისევ შიგთავსში widgets. და აი აქ დავაჭიროთ news sticker. დავაჭიროთ. აქ ეს დავტოვოთ ესე და აქ უბრალოდ ტექსტი მივთვით და მაგალითად top files ატვა და დავაჭიროთ F-ის. შემდეგ გავთიშოთ კონსტრუქტორი. ცვლილებები შეგახვა უბრალოდ. და აი აქ ქვემოთ იქნება აი ესეთი მოძრავი სტრიქონი. აი ეს აქ და ეს აქ. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, დატოვეთ ჩვენი საიტის top files ატვას კომენტარებში.